მოგესალმებით ჩემო კარგებო. დღეს ერთად მოვამზადოთ მწვანელობიო ნიგზით, ასევე დავუმატე ბროწეული, რომელიც მგონია რომ ყველა ნიგზიანი კერძს უხდება, უმეტესობას მაინც ხარჩოს რა თქმა უნდა, არ მოუხდება, თუმცა უმეტესობა ნიგზიან კერძებს უხდება და გამოვიდა მართლა უგემრიელესი. ესე იმერულად, კარგად გოფში ამოვკეპე და ეხლა ცხელი ჭადები და ეგ არის. ძალიან გემრიელი გამოვიდა. სადეთ აუცილებლად და გამიზიარეთ კომენტარებში. ასევე თქვენ როგორ ამზადებ? აბა დავიწყოთ. მწვანელობიო გავარჩიე, თუმცა არ გავტეხე, იმიტომ რომ როგორც ნახეთ ვიდეოს დასაწყისში, იმერულად კარგად უნდა მომეკება და ამიტომ დატეხვა აღარ იყო საჭირო. მწვანელებიდან გამოვიყენე ქინძი დიდი რაოდენობით, ცოტა ოხრახუში და ასევე ძალიან უხდება რეჰანი, თუმცა ეხლა არ იყო და ბეიზილი გამოვიყენე, რომელიც ფაქტურად იგივე გემოაგდა ძალიან მოუხდა. შემდეგ მოვხარშე ლობიო, გადავიტანე ჩვენ ხის გოფში, თასში, ასე ვთქვათ, კარგად თებშებით მოვკეპე და დავუმატე ნიგზიანი მასა, რომელიც ასევე გავათხელე ლობიოს ნახარში. წვენი გამოვიყენე და დავუმატე მარილი წიწაკა გემოვნებით დაჭრილი მწვანელები, ასევე გამოვიყენე მწვანე ხახვიც. თუ მწვანე ხახვი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ხახვი გამოიყენოთ, ნედლად ასევე ძალიან უხდება და ბოლოს დავუმატე ბროწეული, კარგად ამოურიე და დავიწყე მჭადების გამოცხობა. ვინც კანადაში ხართ და ახალი გამომწერი ხართ ჩემი, იცოდეთ რომ ეს ფქვილი არის ძალიან კარგი, რომელიც იყიდება სუპერსტორში. გამოვიდა ძალიან გემრიელი, უზომოდ მოუხდა ბროწეული და თქვენც სცადეთ აუცილებლად. ყველას ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ. მადლობა.